რაჭული ლორი ქართული კულინარიული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლოა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მზადდება რაჭაში, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში. რაჭაში ღორი ბუნებრივად იზრდება და თავისუფლად გადაადგილდება ტყეში, სადაც იკვებება ვაშლით, რკოთი, პანტითა და სხვა ნაყოფით. სწორედ ეს ბუნებრივი კვება, სუფთა ჰაერი და ცივი წყალი აყალიბებს იმ უნიკალურ გემოსა და არომატს, რაც რაჭულ ლორს ახასიათებს. ტრადიციულად ღორს კლავენ ნოემბერში. ამ რიტუალისთვის წინასწარ ამზადებენ ღორის დანას, გობსა და ჰოროშას, მარცვლოვან ქვამარილს. ხორცს გრძელ ნაჭრებად ჭრიან, ფელიკებად. ამარილებენ და ორ კვირას აჩერებენ, რათა მარილი სრულად გაიჟღინთოს. შემდეგ იწყება ყველაზე მაგიური ეტაპი. დავითჩინება, შავ ქუხნაში, სადაც ლორი ნელა იბოლება წიფელა, რცხილასა და კოპიტის შეშაზე. სიცივე და სითბო მონაცვალეობით ქმნის მის განუმეორებელ გემოს. რაჭული ლორი მოყავისფრო მოწითალო ფერის, ზომიერად მარილიანი და რბილი ტექსტურისაა, ცხიმისა და მჭლე ხორცის თანაბარი ფენებით. ის საუკუნეების განმავლობაში იყო რაჭველთა გზის საგზალი, ნოყიერი და არამალე ფუჭებადი პროდუქტი. დღეს რაჭული ლორი არა მხოლოდ ტრადიციული კერძის, მაგალითად ლობიანის მთავარი ინგრედიენტია, არამედ საქართველოს კულინარიული კულტურის სიამაყე, გემო, რომელიც ყოველთვის გაბრუნებს რაჭაში.